ერთ-ერთი ჩემი პირველი job interview იყო, შენ რო ჩაგიტანა job interview. Jobs-ის განცხადებიდან მოხდი თქვენთან. შენ რაც გაქვს მაშინ ნანახი, ძალიან ბევრი კლინიკურ ფსიქოლოგს არ აქვს ნანახი. მე მაშინ ვაგროვებდი ომის დანაშაულებზე ინფორმაციას. სახელმწიფოსაც რამდენადმე დავხმარებულ ვართ, ხო? მაინც ის პროკურორები და ის გამომძიებლები, ვისთანაც ჩვენ ერთობლივად გიმუშავია, მუშაობენ ძალიან კარგად. შეიძლება დაგვსაჯენ, მაგრამ ვერ დაგვამარცხებენ მაინც. ესე მარტვილი არ არის. ამორძალი ქალების დამარცხება. საინტერესო რაღაცა მომიყვე? ჯისიარტი ხდება 25 წლის, საფარი გაიხსნა ხდება 25 წლის. მე ვიყავი 19 წლის ჯისიარტი რო დაფუძნდა და 2006-ში ერთ-ერთი ჩემი პირველი job interview იყო, შენ რო ჩაგიტანა job interview. კი, მე ვიყავი 24 წლის. ხო. და აქეთ ჩამიტარა შენ ეს გამოკითხვა. ორგანიზაცია იყო რასაკეთებდა. ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ესე კონკურსით ჩვეულებრივად და Jobs-ის განცხადებიდან მოხვდი თქვენთან. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი, გეგმებით და ოცნებებით სავსე და ძალიან საინტერესო შთაბეჭდილება მოახდინეთ. ერთ რაღაცას გავიხსენებ. როცა საბოლოოდ პირველი დღე მქონდა GCRT-ში მუშაობის, ვიყავი ორსულად მეხუთე თვეში უკვე. და გასაუბრებაზე ეს არ მithქვამს. და რომ მოვედი, იმიტომ რომ ცოტა გვიან დავიწყეთ უშუალოდ მუშაობა, მუცელი უკვე მეტყობოდა და აი ამ ოთახში ვიყავი, რომ შემკითხე, ვაიმე ორსულად ხარ ხარო და აი გუში ვიფიქრე, რომ აი ხარო კის ვეტყვი, რაღაცა იმედგაცრუება იქნება ალბათ, იმიტომ რომ ეხა სამსახურში ვისუხარია ორსული ქალის აყვანა და კი თქონა ისეთი ჟრიამული ატყდა, რომ მეთქი ან ძალიან კარგ ადგილას მოვხვდი, ან ეს ხახი ცოტა ადეკვატურია. მაგრამ ხო ვერ წარმომედგინა, რომ ეგეთი კარგი სამსახური შეიძლება სადმე ყოფილიყო, სადაც ესე შეხვდებოდნენ ჩემ მართლა პირად ბედნიერებას იმ შემთხვევაში და შემდეგ აი GCRT მე და ჩემი ბავშვი ერთად ვიზრდებოდით. ხო, პირად ისიც ყავდა რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი. კი, ყველაფერი ფსიქოლოგი. რაღაც რომ ნერვიულობდი მახსოვს 1000 პრობლემა მქონდა, ხომ ძალიან მეხმარებოდნენ თანამშრომლები. ხო, ნატოზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ ზაზაშვილზე, ნატალიაზე, რომელიც საფარის დირექტორი იყო მაშინ, აქიშ და ნატო. ხო, და ნატო რაღაც გმენტორობდა რა, ბევრ ამაში მაშინ შენ ძალიან. კი, ნატომ მასწავლა მსხვერპლებთან მუშაობა. ნატოს ჰქონდა თავისი იდეა, რომ GCRT-ში და საფარში მომუშავე იურისტი უნდა ყოფილიყო თან თერაპევტი, ასე ვთქვათ, თერაპიული და ის მიხსნიდა, რას ნიშნავს ეს მოსმენა და მაშინაც კი თუ უიმედო სიტუაცია და ხშირად შეიძლება იყოს, რომ იურიდიულად უიმედო სიტუაციაში იყოს ადამიანი, როგორ უნდა წავიდეს იურისტისგან ის გაძლიერებული. თავიდან რომ მითხრა, მე თქვი ეს ხალი რაღაცა ოცნებებშია, სადღაცა აბსოლუტურად არ არის, რაღაცას თხოვს, ესე მომეჩვენა. მაგრამ მე მესწრებოდა ხოლმე კონსულტაციებს და თითოეული კონსულტაციის მერე მაძლევდა უკავშირს, ფიდბექს და რაღაც დროს უკვე დამანება თავი თქვა, რომ თვითონ შეგიძლია უკვე კონსულტაციების დამოუკიდებლად ჩატარება და მეუნებოდა, რომ მე მინდა რომ შენო ისეთი იურისტი იყო, ჩემი როგორცაც მე ვოცნებობო და პრინციპში დღეს საფარის ყველა იურისტი მეტნაკლებად ეგეთი იურისტია, როგორც ნატა ზაზაშვილს უნდოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, იურიდიულად რისი შანსები არსებობს და რისი გამოსწორება შეიძლება, მაინც იურისტმა უნდა მიცეს ძალა და იმედი ადამიანს, ჯერ როგორც ადამიანი ისე უნდა გააძლიეროს, თანაგანც და აჩვენოს, რაღაც ცხოვრების გაგრძელების იმედი უნდა მისცეს და აი რაც GCRT-ში და GCRT-ში საფარში ძალიან
ბევრი ადამიანის გამსმენი რომ პირველად დაინახეს. პირველად ხედავენ როგორი ვარ, პირველად მაგცემენ ყურადღებას. ხო, ეს არის ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი GCRT-საც და საფარისაც. ნატო ძალიან ბედნიერი იქნებოდა ახლა რომ ალბათ უხარია იქ, სადაც არის საფარი, როგორ განვითარდა და რა ვიცი, როგორი ორგანიზაციაც არის, გასაოცარი. და ის გახსოვს, რომ დადიოდით ომის, რომ შემოიჭრა რუსეთი და რომ დავდიოდით ინტერვიუებზე და მე მგონი შენ რაც გაქვს მაშინ ნანახი, ძალიან ბევრი კლინიკურ ფსიქოლოგს არ აქვს ნანახი. ფრონტის წინა ხაზზე თქვა დისოციაციის საშუალების შემსწრე იყავი, რაღაცა პანიკური შეტევების შემსწრე იყავი. შენ და ნინო კილაძე დადიოდით ხოლმე გამოკითხვებზე. სხვათა შორის GCRT-მა მასწავლა ის, რომ თუ გინდა რომ სწრაფ ნდობაში შეხვიდე ადამიანთან, ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმუშაო ექიმთან ერთად. და მით უმეტეს ისეთ ექიმთან ერთად, რომელმაც ფსიქოლოგია ძალიან კარგად იცის და აი 2008 წელს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, რომ პირდაპირ დენილებს ხვდებოდით, რომლებიც აი ესე რაც ფეხზე და ტანზე ეცვათ, მეტი არაფერი არ გააჩნდათ და მე მაშინ ვაგროვებდი ომის დანაშაულებზე ინფორმაციას და ძალიან ძნელია ადამიანი გამოკითხო და იქ დაინახო ომის დანაშაულის ნიშნები არის თუ არ არის და მიხვდე ის რასაც ყვება, ის გამოდგება თუ არა საერთაშორისო საქმისთვის და თან მას სხვა საჭიროებები აქვს იმ მომენტში და ის უნდა დაუკმაყოფილო, რაც ყველაზე მთავარია. მე რო წახვედი საჯარო სექტორში სამუშაოდ, მახსოვს რომ დამირეკე, რომ აპირებ ქალთა ორგანიზაციაში გინდა მუშაობა და რომ განვიხილოთ, ასე ვთქვათ, რომ ეგება საფარში მოხვიდა, იმიტომ რომ ემოციური მაგ აქვს. ნატოსთან, საფართან, რაღაცა ისტორიის და ტრადიციის მქონე ორგანიზაცია. და ეს ჟივილხივილი იყო მაშინაც ამ ამბავზე შენს გარეშე. რაღაცა თქვა მოლაპარაკებებიც იყო და მახსოვს მე შეხვედრა რომ გავაკეთეთ და ხო, შენ და სოფო იყავით მაშინ თანადირექტორები საფარის, ანუ შენ გახდი თანადირექტორი. 2014 წელი იყო. 13 წელი. და ბევრი რამე გვიკეთებია ერთად, უკვე როგორც ორ დამოუკიდებელ ორგანიზ. თუ შენ მოსვლამდე საფარი მაინც იყო GCRT-ის ფრთის ქვეშ, შენ ესეთი გამოგვართვი და მე მგონი ყველაზე მეტი საზიარო არ მეყვარს სიტყვა ბენეფიციარი, მაგრამ ნუ ადამიანებისაც ვეხმარებით, ხო, ჩვენ ორგანიზაციას ვყავს. სექსუალური ძალადობის კუთხით უამრავი რამე გვიკეთებია ერთად. ამის აღმოფხვრის კუთხით სახელმწიფოსაც რამდენადმე დავხმარებულ ვართ, ხო? ოჯახის ძალადობის ხარბლების დახმარების კუთხით, სექსუალური ძალადობის ხარბლების დახმარების კუთხით და წყალში ჩაიყრა, ეხა ამ ეტაპზე ჩაყრილია ყოველთვის, დაკონსერვებულია ყოველ შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხარო არის. სხვათა შორის აი მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ აი დღის მდგომარეობით საკმაოდ ძიმე სიტუაცია და საფარი ამ ეტაპზე დაყადაღებულია და GCRT-ს რაბედიელის ჩვენ არ ვიცით. მაინც ის პროკურორები და ის გამომძიებლები, ვისთანაც ჩვენ ერთობლივად გვიმუშავია, მათ შორის სექსუალური ძალადობის კეისებზე მუშაობენ ძალიან კარგად. ანუ ეს ცოდნა, რაც ჩვენი ორი ორგანიზაციიდან მიიღეს ინდივიდუალურმა ადამიანებმა, რომლებიც სისტემაში ჯერ კიდევ არიან, ეგ ცოდნა ჯერჯერობით ჯერ ისევ ხმარდებათ ქალებს. საინტერესო რაღაცა მომიყვე? აი ამ საქმის პროკურორი, რომელიც ახლა გაერთიანებულ ჩვენ кейსს იძიებს, ეს იყო საქმის პროკურორი ერთი არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე. ფანტასტიკურად ითანამშრომლა SAIAS-თან და GCRT-სთან იმ საქმეზე და ნუ დააკავეს ეს მოძალადე კაცი, არასრულწლოვანი ბიჭი იყო მაშინ ძალადობის ხერხი. და ესეც როგორი და მან მოითხოვა მაიაც რამოსგან თეორიული აღწერილობა ამ ბიჭმა ექსპერიმენტის დროს რეტრaumatizაცია განიცადა. და ნეირობიოლოგიური საფუძვლები აღუწერა მაიამ. ამ ადამიანმა მოითხოვა, დაწერილი სახით ითხოვა და გამოიყენა ეს სასამართლოზე. ის ადამიანი დააკავეს ბრალდებული ვინც იყო. და როგორი ფსევდიანია, ხო? რითი უნდა იყვნენ თქვა პროკურორები დაკავებულები ამ ქვეყანაში და რითი აკავებენ მათ ახლა დასაქმებენ, რომ
საფარს აყადაღებენ, ადამიანის პროექტს აღსაყადაღებენ, ხო? ყველას მოკლედ აბსურდში ვცხოვრობთ, ხო, როდესაც ერთი წრი ამდენი პრობლემა აქვს ქვეყანაში, ამდენი ადამიანი მისახედი და მტრისხაც ქმნიან ჩვენგან, ადამიანებისგან და ორგანიზაციებისგან, ვინც ვემსახურებით ამ ქვეყანას, მთელი ცნობიერი მე მთელი ჩემი ცნობიერი სიცოცხლე ამ ქვეყანას ვემსახურები. და ერთ-ერთი მთავარი ღერძი ჩემის აზრისთვის ეს არის მსახურება და რაღაც დახმარება და სადაც საჭიროა საჭირო ადგილას საჭირო დროს ყოფნა ადამიანებისთვის. და ამისთვის გვასამართლებენ და გვსჯიან, ხო? არ დავისჯებით, მაგრამ შინაგანად ვერ დაგვამარცხებენ, ანუ შეიძლება დაგვსაჯენ, მაგრამ ვერ დაგვამარცხებენ მაინც. ესე მარტვილი არ არის. ამორძალი ქალების დამარცხება. სხვათა შორის ეხლა რა სიტუაციაშიც არის საზოგადოება და ხალხი ძალიან გავს მსხვერპლი ქალის მდგომარეობას, როცა შენ მართალი ხარ, მაგრამ მთელი ძალაუფლება პირდაპირ მოძალადის ხელშია. და როგორ უნდა გააგრძელო ბრძოლა, სად უნდა ამდენი უსამართლობის შემხედვარემ, სად უნდა ნახო ძალა, სად უნდა მოიკრიბო ეს ყველაფერი და ჩვენ ვისაც გვიმუშავია ასეთ მსხვერპლებთან, გადარჩენილებთან, წამების, არის ყველაზე დიდი უსამართლობების და ვიცით ეს ადამიანები სადპოულობენ ძალას და მაინც როგორ უბრუნდებიან ცხოვრებას და უცბად ეს ამ ყოფის მასშტაბი შეიცვალა და მთელი ხალხი, მთელი სამოქალაქო საზოგადოება დგას ახლა იმ ძალადობის მსხვერპლი ქალისა თუ ბავშვის ადგილას. ამიტომაც ვიცით ჩვენ რომ ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია და რომ სიმართლე არ ხრება უბრალოდ ძალის დემონსტრირებით და ძალის გამოყენებით. არ ხრება ძალის დემონსტრირებით და როგორც ტრავმა ხდება კონტექსტში, ასევე ამ ჭრილობების მოშუშებაც ხდება კონტექსტში, ხო? და იქ დღევანდელი კონტექსტი არის ძალადობის მსხვერპლი ქალი რო ახსენე, გინდა ბავშვი, ნებისმიერ ძალადობა გამოვლენ ადამიანი, თავარი რაც არის, რასაც ვეძახით აი პრედიქტორს. წინაპირობა იმისა და რომ ვიცი წინასწარ ამ ადამიანს აქვს თუ არა, რამდენად აქვს შანსი რომ გადაამუშავოს ეს ტრავმა რაღაც ფეხზე წამოდგეს, სოციალური მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი. რომ ადამიანები გვერდში უდგანან თუ არა, არის თუ არა სოლიდარობა და დღეს რასაც ხედავთ ჩვენ საზოგადოებაში, ხო ძალიან მაღალი არის მხარდაჭერა და სოლიდარობა, თუნდაც დაკავებული ადამიანების მიმართ, ქუჩაში მყოფი ადამიანების მიმართ და ეს ერთად ყოფნა გაგვიყვანს მოკლედ თონს. მორალური კომპასი გასწორებული აქვს დღეს ქართველ ხალხს, მიუხედავად ყველაფრისა და სწორედ ამაში არის ჩვენი ძალაც. ამიტომ მეც ამ ყველაფერს რა პრობლემების დღეს რეალურად აქვს საფარს და GCRT-საც რა პრობლემების წინაშეც დგანან, ჩვენ ვიცით რომ ამ პრობლემას დავძლევთ მათ შორის იმ ხალხის სიყვარულით და თანადგომით, ვისთვისაც ჩვენ ამდენი წელია გვიმუშავია. ხო. და ერთმანეთს ვაძლიერებთ ამ თანადგომით. ჩემი თავისთვისაც ვაკეთებ, ხო, ვიღაცას რო ვეხმარები და იმის დახმარება მე მაძლიერებს, ასე ვთქვათ და ვსწავლობ ამ პროცესში, ვითარდები. ბრაზი ახსენე შენ და ბრაზის გარდა, ხო, მარტო ბრაზი ვერ ცვლი, ანუ ბრაზი არის მაინიცირებელი, ასე ამბობენ და მომწონს და არ არის მატრანსფორმირებელი, იმიტომ რომ ძალიან ცხელი ენერგია აქვს და იმხელა თანაგრძნობა არის საზოგადოებაში და იმხელა გვერდში ყოფნის ეს იმპულსი არის და ქმედებებიც, ხო, მხოლოდ იმპულსი არა, რომ აი ეს თანაგრძნობა გაგვატანინებს და გავიტანთ ერთმანეთს, მაგრამ ერთი წაიქცევა შევეშველებით, სხვა დადგება მის ადგილას. აი ეს რაღაცა დიდი ენერგია არის და მარათონი არის და არა სპრინტი და ნუ ამ მარათონში შესულები ვართ. GCRT-ს არის იდეა და საფარიც არის იდეა და ამ ორგანიზაციაში ყოველთვის ისეთი ადამიანები მუშაობდნენ, ვინც იდეის გარშემო ერთიანდებოდნენ და ვინც აცოცხლებდა იდეას. დონორული დახმარება არ არის ის, რაც ამ ორგანიზაციებს აცოცხლებს და დონორული დახმარების გადაკეტვით ეს ორგანიზაციები უბრალოდ ვერ გაჩერდებიან, იმიტომ რომ მათი სიცოცხლის ძალა დევს აბსოლუტურად სხვაგან იდეურ სამყაროში
ფილოსოფიაში, რომელიც ვიღაც პროკურორებისთვის თუ რაღაც სპეცნაზისთვის არის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი. ხო, და საზრისი არის მთავარი ფასეულობა, ხო, ასე ვთქვათ, რომ საზრისულია ის, რასაც ვაკეთებთ. და მაგალითები ვინც არის ჩვენი, ხო, ამ საქართველოს გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც არანაირი კავშირი არ აქვთ, თქვა, ძალაუფლებასთან, ფულთან, რაღაცა მატერიალურ სიკეთეებთან, ხო? ზიამაღლობელი, ხო, არის როლური მოდელი, ხო, ჩვენი, რომელიც იდეა გახდა, ასე ვთქვა, ქართული წინააღმდეგობის ქალის დღეს, ხო? გუშინ წინდელი შემთხვევა იყო, ბელორუსი პოლიტიკური პატიმრები გამოუშვეს ბელორუსიდან და მანქანით გადაყავდათ ლიტვაში. და ერთი ადამიანი გადმოხდა მანქანიდან საზღვარზე. და არ წავალა სხვა ქვეყანაშიო, დამაბრუნეთ უკანო. დააბრუნებენ ციხეში იმას და საშენება დაემართებიან. აი ეს არის საზრისი, ეს არის იდეა და მსგავსი რაღაცეების გამო დაფუძნდა ჩვენი ორგანიზაციები და ბოლომდე გავატარებთ, ასე ვთქვათ, ამ იდეას, ხო? ესე დაფუძნდა G7 ამ იდეის ირგვლივ, გადაარჩენ ერთს, გადაარჩენ სამყაროს. ხო და იმ დღემდე, რავი, ეს ამოძრავებს მეც შენს და ყველა ადამიანს, ვინც ვართ ამ ბრძოლაში.